ამერიკაში, კერძოდ ნიუ-ჯერსის შტატში ქართული სამრევლოს ძალისხმევით წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართული ტაძარი გაიხსნა. ეკლესია 18 ოქტომბერს ეკურთხა. ღვთისმსახურება ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა საბამ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად აღავლინა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვის წერილი, რომელსაც გაგაცნობთ. ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოს საბას, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოს. ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის და ტაო-კლარჯეთის უდაბნოში, მე-9 საუკუნეში გაბრწყინებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს. საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობისაა მათი ღვაწლი და ფრიად მახარებს, რომ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედი წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოს ძალისხმევით სწორედ ამ წმინდანის ხსენების დღეს იკურთხება ქართული ეკლესია. მართალია უცხოეთში არაერთგან აღევლინება ქართულად მსახურება, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი მეტად მცირეა. ამდენად ნიუ-ჯერსიში ჩვენი ტაძრის გახსნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მინდა დავულოცო ჩრდილოეთ ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი და მათი სამწყსო, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსი საბა, ინწკირველი და დეკანოზი მატათა გარჩილავა. საერთოდ ყველა, ვინც ძალისხმევა და მონდომება არ დაიშურა აღნიშნული ეკლესიის შეძენისა და ფუნქციონირებისათვის. თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ამერიკაში წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის შემატებას. ვიმედოვნებთ, ეს სავანე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვთის გზით თქვენს სვლას და თქვენში ქართული სულის განმტკიცებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, სიკეთითა და სიყვარულით აღგავსოთ და თქვენზეც განცხადდეს ეს სიტყვები წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. ჟამსა ამას უცხოებისა, ჩვენისასა ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან. ყოვლადწმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ამერიკის შეერთებული შტატები და სრულიად საქართველო. ამინ. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, 18 ოქტომბერი 2025 წელი. უერთდებით, ბუნებრივია მილოცვას, სულითა და გულით ულოცავთ ახალი ეკლესიის გახსნას.